მოგესალმებით. მივესალმები თელს საქართველოს და განსაკუთრებით თელს აჭარას. ბატონებო და ქალბატონებო, ჩემო აჭარლებო, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ პირველი მულტიბრენდული ცენტრი ყოფილიყო აჭარაში. და ეს ჩვენ შევძელით. ჩვენ გვაქვს ევრო სტანდარტის მიხედვით გაკეთებული ცენტრი, შოურუმი, სადაც ავტომობილები დადგება და პროფილაქტიკა, სადაც გაკეთდება აქედან გაყიდული ავტომობილები თუ გარედან შემოსული ავტომობილები. რაც შეეხება ჩვენ დაახლოებით უკვე ავტომობილები ჩამოსულია და აი ამ დღეებში გავხსნით ოფიციალურად ცენტრს, მაგრამ ხვალ არის 8 რიცხვი, 8 დეკემბერი. ხვალ დილიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე კომპანიას გააჩნია ტერიტორია, სანამ ეს დაანონსებული ავტობაზრობა გაკეთდება, ჩვენ გვაქვს 100 ავტომობილის ადგილი, მეორადი ავტომობილების ადგილი, ნებისმიერ გურულს, აჭარელს, ფოთელს თუ ვისაც დაჭირდება მეორადი კარგი ავტომობილების გაყიდვა, მოიყვანოს ამ ჩვენს ცენტრში. აქ არის სერვისი, მიუცემთ გარანტიას გაყიდვის შემთხვევაში და მისი მოყვანილი ავტომობილი თელ სისტემაში შევა და თუ ვინმეს დაინტერესებს ეს თქვენი ავტომობილი, მთელი საქართველო ნახავს, მთელი რუსეთი ნახავს, მთელი ყაზახისტანი, უზბეკისტანი და ასე შემდეგ, დამატებით დუბაის ნახავს და თუ ვინმე დაინტერესდება თქვენი მანქანა, აუცილებლად ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მათ გაყიდვაში. ერთი სიტყვით, ავტომობილი, რომელსაც თქვენ მოიყვანთ, აქ არიან გოგო ბიჭები, გამოცხადდება უკვე დღეს ტელეფონის ნომრები, შეგიძლიათ დაურეკოთ, მოიყვანოთ, გარეცხავენ, დააყენებენ და გაგიყიდიან. რაც შეეხება ჩვენ რაც თქვით ჩაქვში. რაც თქვით ჩაქვისთვის პირველი ეს ჩვენ შევძელით, ხო დათო? რა არის ეს? ეს არის რომ ჩემი ინტერესია ყოველთვის რომ რომელ რაიონში რასაც აკეთებ, ადგილობრივი ადამიანები დასაქმდნენ. აი ჩვენ ზუსტად ავარჩიეთ ადამიანები, ვინც უნდა იმუშაოს აი ამ ცენტრში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ნუკრი ჩხეტი არის აჭარელი, აჭარაში დაბადებულია, აჭარაში გაზრდილია, მაგრამ ჩხეტია და მაინც მეგრელია, ხო? მაგრამ ნუკრი ჩხეტიას მთელი აჭარა იმიტომ იცნობს, რომ 30 წელი ნუკრის მამა აჭარის გაის უფროსი იყო. და მე მგონი პირველი ნუკრი მამაშენი გადავიდა თურქეთის საზღვარი რომ გაიხსნა, ხო? და ნუკრი არის დიდი სერგო ჩხეტიას შვილი, რომელიც პირველი დღიდან ამ ცენტრის დირექტორია და ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, იყო სენაკის გაის უფროსი და არის რეალური ტრანსპორტნიკი. რაც შეეხება ქალბატონ მეგის, მეგი აგერ 1 კილომეტრში ცხოვრობს და ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ გოგო, ძალიან კარგი გოგოა, განათლებული გოგოა, ჭკვიანი გოგოა და ყველა საბუთები იქნება თუ რაც იქნება აქ გასაკეთებელი, ყველაფერს გააკეთებს. 1 კილომეტრში ცხოვრობს აქედან ძალიან კარგი, ლამაზი და ქართული ოჯახი აქვს და მივესალმები და მეგი გილოცავ ამ თანამდებობას და კარგი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ თავს შეაყვარებ მთელ აჭარას და მთელ საქართველოს. რაც შეეხება ლევანიც აქ ცხოვრობს აგერ 1 კილომეტრში. ლევანიც არის ნამდვილი ტრანსპორტნიკი და ლევანიც არ უნდა გაცნობა, იმიტომ რომ თავისი რაც დაიბადა, იმის შემდეგ პატრულის სამსახურში მუშაობს, უწესრიესი კაცია და რაღაცა ავადმყოფობის გამო წამოვიდა პატრულიდან და ახლა აქ არის ჩვენთან და უხელმძღვანელებს ამ საქმეს. თავისი საქმეა ეს ტრანსპორტია. და გილოცავ ჩემო ლევანი ამ დაწინაურებას ქვია თუ არ ვიცი პატრულში უფრო დაწინაურებული იყავი თუ აქ ახლა ამას შენ არ იტყვი სად უფრო კარგად იგრძნობ თავს მე ვნახოთ ეს ამაზე მე ვისაუბროთ მაგრამ შენ მე მთელი აჭარის პატრულის შემაყვარე იმიტომ რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები არიან ამ პატრულის სამსახურში და რა ვიცი კიდევ ერთჯერ დიდ მადლობას ვუხდი მათ ყურადღებას არასდროს არ დავივიწევ როცა რემონტი იყო თუ უმუშაობდით ყოველთვის მათ ჩვენს მიმართ ჰქონდათ სიმპათიები. რაც შეეხება არკადის, ეს ის არკადია, ყველა მიცის რომ Facebook-ზე მომწერა რომ მაგარი ბიჭი კი ვარო, მაგრამ მეგრელი ცოლი რომ მყავსე რო თქვა. და არკადი ჩვენ მივიღეთ სამსახურში მართლა მეგრელი ცოლი ყოლია, მაგრამ თვითონ ძალიან კარგი ბიჭია.
თავიდან ბოლომდე არკადი ჩაირევა ამ საქმეში, მიიღებს ავტომობილებს, გარეცხავენ, დააყენებენ და პიარს გაუკეთებს, ძალიან ეხერხება საუბარი და ასე შემდეგ. ახლა დანარჩენებს ჩვენ დანარჩენები აქვს 7-8 კაცი მარტო არის გაჩვის ბიჭები და ყველა ჩაქვილია, ხელოსნებიც ყველა ჩაქვილია და აი ეს არის ჩემთვის პლუსი, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩაქვილებს დავასაქმებთ 100% და 100% ჩაქვილები დავასაქმებთ. კიდევ ერჯერ დიდ მადლობას გიხდით ყველას, რომ გამოხატეთ სურვილი, რომ გემუშავოთ ჩემს მიერ დაფუძნებულ კომპანიაში. აგერ დათო, გიორგი, ლუკა აქ არიან, უკვე დღეს გავდივართ იმ გზებს, რა გზითაც უნდა გავაკეთოთ საბუთები, როგორ უნდა გავაყენოთ ეს ავტომობილები, როგორ უნდა მივიღოთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, ახალი ავტომობილი 3-4-5 დღეში შემოვა და ზუსტად გამოვაცხადებთ, რომელ დღეს გვიქნება თლიანობაში პრეზენტაცია. კიდევ ერჯერ ვამბობ, თელ იმერეთს მოუწოდებთ თქვენი ავტომობილები, რომელსაც თქვენ ფილიში დაგყავდათ, ან სადღაც ყიდიდით, თქვენ ეს დღეიდან არ დაგიჭირდებათ, იმიტომ რომ აქ ლევანის ყველა იცნობს და არკადის ნუკრის, აგერ ჩააბარეთ, ჩვენ ტელეფონის ნომერს დავწერთ, მოუყვანეთ, გარეცხავენ და პალიროვკას გაუკეთებენ პალირებას, გარანტიასაც გაყიდვის შემთხვევაში ჩვენ მივცემთ და მთელ საიტზე აიტვირთება, სადაც ნახავს ერთ დღეში მაინც ნახავს 1.15-20 მილიონი ადამიანი მთელ ნახევარ მსოფლიოში და თუ თქვენი ავტომობილით ვინმე იქნება დაინტერესებული, ის ადამიანი იყიდის ამ ავტომობილს. ამაში გადასახდელი გიხდებათ მხოლოდ და მხოლოდ 3%. 3% არაფერი არ არის. ერთი სიტყვით, ავტომობილი თუ ღირს $10,000 და გაიყიდა ის ჩვენ ცენტში, თქვენ გადაიხდით 3%. 3% არის $300. ეკვივალენტი ლარებში, რა თქმა უნდა. ეს ყველასთვის ძალიან კარგია, ნებისმიერი ბიზნესმენისთვის კარგია და ნებისმიერი ადამიანი არის მეგი იყიდა მანქანა, ერთი თვე დადის, ერთი წელი დადის და არ უნდა ახლა მანქანა ან უკეთესი ავტომობილი უნდა შეიძლება მოვიდეს და აქ შეარჩიოს ავტომობილი და გაგიცვალოთ. მანქანებსაც ჩვენ გავუცვლით, თუ მოიყვანს მის მანქანას და უნდა ჩვენი მანქანა, ელექტრო იქნება თუ ბენზინზე მომუშავე, ჩვენ ჩაუნაცვლებთ ახალი ავტომობილი. მეტი რაღაც რამე არის ისეთი დათო, რომელიც რაც არ გვითქვია მნიშვნელოვანი. ხვალიდან დავიწყეთ ამას, ხვალ არის უკვე 9 რიცხვი, ხო? ხვალ 8 რიცხვია, ხვალიდან დავიწყებთ ჩვენ რეალურად მუშაობას. ხოლო ეს ავტომობილები ჩვენი ავტომობილი, რომელიც იქნება კომპანიის, იქნება შოურუმში და საწყობებში და წინ ტერიტორიაზე და გვერდზე გვაქვს კიდევ ვიმეორებ 100 ავტომობილის დასაყენებელი ადგილი. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, რაც ვთქვით, რომ აი წინ გაკეთდეს, ჩვენ ახლა არ ვიჩქარით, იმიტომ რომ ჯერ ვანახოთ აჭარის მოსახლეობას, აჭარის ხელისუფლებას, აჭარას დღეს ყავს ახალგაზრდა ხელისუფლება, ახალგაზრდა ქალაქის მერი, ახალგაზრდა არ ვიცი თანამდებობა როგორ არის, გუბერნატორს ვეძახი მე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ხელი შეწყობა გვექნება, რომ ჩვენ აჭარაში გავაკეთოთ ერთ-ერთი გრანდიოზული Euro 5 სტანდარტების ავტობაზრობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-1500 ავტომობილზე. რაც შეეხება აი აქ და ამ ბაზრობას მომსახურება ერთი ადამიანი, რომელიც ნომერს აქედან გასცემდეს იქნება ჩვენი ცენტრიდან. აგრეთვე გარანტიას მივცემთ აქედან და ყველაზე კარგი ის იქნება, რომ ბათუმის ცენტრი ცოტა განიტვირთება და ბათუმში, ქალაქში შიგნით მანქანები შეიყვანოს ადამიანებმა, გამოიყვანოს, არის ძალიან დიდი საცობი და ამას აუცილებლად ესეთი ადგილი ჭირდებოდა. ჩვენ გავაკვიეთ, რომ ეს ადგილი ამ წუთას არავის არ ეკუთვნის, ეს არის სახელმწიფოს ადგილი და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ამას გაგვაკეთებიოს. მე გეუბნებით, აი მე როგორ ვამბობ, იცი, აი კაცურად ვამბობ, რომ ეს არ არის ფულის საშოვნი ადგილი. ეს არის ჩემი ბიზნესი, უბრალოდ და მინდა აჭარელებიდან იმდენად მაყოფილი ვარ და იმდენად კარგი ადამიანები არიან, როგორც სხვა საქართველოში თქვა, დანარჩენ საქართველოში, მაგრამ
იმდენად დიდი სითბო გამოხატეს, რომ ეს ამაში ძალიან დიდი ფულია ჩასადები. მაგრამ მე ამას გავაკეთებ კიდე გეუბნებით, ახლა ადამიანი გაკეთდება ეს არ არის. არა, ეს არის უბრალოდ პრინციპის საკითხი, რომ ბათუმში მინდა მე გელა ბარკალავია მე ეს გავაკეთო და სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ იმის საშუალებაც მექნება, რომ ერთი ავტოქარხანაც გავაკეთო საქართველოში თუ ორი, ჯერ ახალგაზრდა ვარ, ხო? გისურვებ წარმატებას, ხვალიდან შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი მეორადი და კარგი ავტომობილები და მას ჩვენ გაგიყიდით და ტელეფონის ნომერს მიუთითებთ. გისურვებ წარმატებას და ახლა დავათვალიერებიოთ გისა დათო გარეთ მაინც შოურუმი. უკვე დამთავრებულია 100%. ხვალიდან გელოდებით. წავიდეთ ნახოთ ახლა შოურუმი. მეგი, აქ უფრო არიან მამაკაცები და შენ უნდა დაალაგო და ყველა თავის ადგილზე უნდა მიაყენო. და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შენ ძალიან კარგად გაართმევ თავს. იმ დონეზე არის ახლა აქ გაკეთებული ყველაფერი, მართლა ადამიანს გაუხარდება. აი, კაბინეტები გაკეთებულია, ავტომობილების სახელები რავით დაწერილია, შოურუმი არის გამზადებული, საწყობიც მოგზანდით, საწყობიც უკვე გაკეთებულია. ერთ მეგის ვაბარებ ამდენ მამაკაცს. შალვა ერთ მეგის ამდენ მამაკაცს ვაბარებ. პატივია. მეგი აქ ცხოვრობს ჩვენი მეგობარია, ძალიან კარგი ბიჭია, მეუღლე და ერთად ძალიან კარგად ითანამშრომლებენ. აი აქ სავარაუდოდ ჩვენ უკვე დათვლი გვაქვს 20-25 ავტომობილი დაეტევა. ხვალიდან უკვე ჩვენც დავიწყებთ ავტომობილების გადმოყვანას და დანარჩენი ავტომობილი, რომელიც კიდევ ვამბობ, რომ შეგიძლიათ მოიყვანოთ მეორადი ავტომობილი, ოღონდ კარგი ავტომობილები, ეს ავტომობილები დადგება გარეთ აგერ ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს 100 ავტომობილი, დანარჩენი ვისაუბროთ მერე. ეს ტერიტორია გველოდება ჩვენ შალვა აჩვენე, აი ეს არის ის ტერიტორია, სადაც ავტობაზრობა უნდა გაკეთდეს და ეს არის ძალიან მაგარი. ლევანი, შენ ხარ ტრანსპორტნიკი მთელი აჭარა გიცნობს, გისურვებთ წარმატებას და მეგის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ეს ლამაზი გოგონა აქ ბევრ სხვა საქმეებსაც უხელმძღვანელებს, რასაც ქვია საბუთების გაკეთება თუ ასე შემდეგ. ერთი რამ იცოდე, ესენი არიან შენი ძმები და ეს არის შენი ოჯახი. გისურვებთ წარმატებას ხვალიდან, ველოდებით, ავტომობილებს და თქვენი ცითაბა. გისურვებთ წარმატებას.